26 ოქტომბერს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა წლიური ანგარიში გამოაქვეყნა მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების მდგომარეობის შესახებ. კვლევა 160-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს, მათ შორისაა საქართველოც, სადაც რელიგიის თავისუფლება კონსტიტუციითაა გარანტირებული. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა სხვა ყველა რელიგიური გაერთიანება ჩივის, რომ არ აქვთ თანაბარი სამართლებრივი სტატუსი. არ არიან დარეგისტრირებულები როგორც რელიგიური ორგანიზაციები და არ აქვთ იგივე პრივილეგიები, რაც მართლმადიდებელ ეკლესიას. რელიგიურ უმცირესობათა წარმომადგენლები ასევე აღნიშნავენ, რომ პოლიცია ოპერატიულად არ რეაგირებს მათ საჩივრებზე და საქმეები ხშირად დაუმთავრებელია. მართლმადიდებელ ეკლესიას მიენიჭა მთავრობის კონსულტანტის როლი განსაკუთრებით განათლების სფეროში. ებრაელთა თემი დარეგისტრირებულია როგორც კავშირი არა იმიტომ, რომ მათ ეს სამართლებრივი სტატუსი მოსწონთ, არამედ იმიტომ, რომ ამან საშუალება მისცათ აღედგინათ სინაგოგა, რომელიც მათ სახელმწიფომ სიმბოლურ ფასადთვეში ერთლარად მიაქირავა. სომხური სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოში არ რეგისტრირდება როგორც კავშირი ან ფონდი, ამიტომაც სამართლებრივი სტატუსის გარეშეა დარჩენილი. მუსლიმმა სულიერმა ლიდერებმა გვითხრეს, რომ ბოლნისის რაიონში, სადაც მოსახლეობის უმეტესობა მუსლიმია, ადგილობრივმა ხელისუფლებამ და პოლიციამ 22 ცემენტის ჯვარი აღმართა. ჯვრები მუსლიმთა სოფლებში მათ საფლავებთან ააგეს. როდესაც პატრიარქმა ამის შესახებ გაიგო, ადგილობრივი ეპისკოპოსი თბილისში დაიბარა და აუხსნა, რომ ეს პროვოკაცია იყო, რომელიც აღარ უნდა გაგრძელებულიყო. კათოლიკეების სომეხთა ეკლესია და ბევრი პროტესტანტული გაერთიანება ჩივის, რომ მათ არ ეძლევათ საშუალება თავისუფლად დააშენონ სალოცავები. იეჰოვას მოწმეები ამბობენ, რომ მათ არ აქვთ საშუალება ჰქონდეთ შენობები, სადაც 200-ზე მეტი ადამიანი დაეტევა. ომბუდსმენი საუბრობს, რომ ისევ პრობლემად რჩება მასწავლებლების მიერ მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების გაძლიერებული სწავლება. სკოლაში აქვთ ხატები და სხვა რელიგიური სიმბოლოები. კათოლიკეები აღნიშნავენ, რომ მასწავლებლები მართლმადიდებლურ პირჯვრის წერის წესზე ამბობენ, რომ ეს ღვთის სახეა, მაგრამ როცა ბავშვები პირჯვარს კათოლიკური წესით იწერენ, აცხადებენ, რომ ისინი ეშმაკს გამოსახავენ. თუ სკოლებში პერსონალი იგებს, რომ ბავშვები მართლმადიდებელი ქრისტიანები არ არიან, მათ შეიძლება სირთულეები შეექმნათ. კათოლიკეები, ბაპტისტები და კრიშნაიდები აღნიშნავენ, რომ მათი შვილებისათვის უკეთესია თუ სკოლაში მშობლები არ განაცხადებენ საკუთარი რელიგიური აღსრულებლობის შესახებ. ზოგიერთი რელიგიური უმცირესობა აღნიშნავს, რომ მედია მტრულადაა განწყობილი მათ მიმართ. რამდენიმე უმცირესობის რელიგიური ლიდერი აღნიშნავს, რომ მედიაში ისინი იგნორირებული არიან და არც ერთი ხელისუფლების წარმომადგენელი მათთან რელიგიურ დღესასწაულზე არ მისულა.